გუშინდე დღეს გორელმა მოხუცებმა და ინვალიდებმა სხვადასხვა სახის საკუთარი ნამუშევრების, ნახატების, ნაქარგების, ნაქსოების და გობელინის გამოფენა მოაწყვეს, რომლის ინიციატორიც გორის სათნოების სახლის დამფუძნებელი ლია ხუროშვილია. როგორც იგი აცხადებს, გორში 800-მდე მარტოხელაა. მათ შორის მრავალი მათგანი შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოვებული. გამოფენას უამრავი დამთვალიერებელი ესტუმრა. მათ შორის მარტოხელები თბილისის სათნოების სახლიდანაც. სამხატვრო სასწავლებელში მათი და 16 წლის მოსწავლის ანა ჩუტკერაშვილის ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო. გამოფენის მონაწილენი აღნიშნავენ, რომ დღევანდელ გაჭირვებულ ყოფაში ადამიანების მხრიდან ელემენტარული ყურადღება, თუნდაც დღევანდელი შეხვედრა და გამოფენის მოწყობა მათთვის სასიხარულოა. მათი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ისინი ძირითადად ღამის საათებში მუშაობენ. ჩემთვის ყველაზე კარგი პერიოდი ეს არის ძილის პერიოდი. რადგანაც ძილის წინ ყოველთვის უფრო კარგ ნამუშევარს და კარგ ხელოვნების ნიმუშს, ასე ვთქვათ, ვიდრე სხვა დროს და ისე ძილი არ შემიძლია თუ რაღაც ისეთი სულიერი არ შევქმნი, რაც მეც გამომადგება და სხვასაც სიამოვნებას მოყვარს. ჩემ იდეას დრო არ აქვს. ნებისმიერ დროს მომდის იდეა. სწავლის პროცესისკენ მოსვია იდეა, თუ არ ჩავხატებცებ. მე მავიწოდება ის მნიშვნელობა იმიტომ, რომ მე მანძგლა ფორმები, ზომა და რაღაცები. დამწვალებულია ის ნიშანია, რომ ყველაფერი ჩემ ნახატები აგებული მაქვს სიყვარულის თემაზე. ძალიან მომწონს აქ გამოფენილი ნამუშევრები. დიდი რომ გავიძები, მეც აუცილებლად გავაკეთებ. ლია ხუროშვილის განმარტებით გორში სათნოების სახლს საფუძველი რამდენიმე თვის წინ ჩაეყარა, თუმცა მისი ოფიციალური გახსნა ფინანსური პრობლემის გამო დღემდე ვერ ხერხდება. სათნოების სახლი კი შემოწირულობის იმედად ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, იდეა ყველას მოწონს, ყველა თითქმის პირდება მხარდაჭერას, მაგრამ როგორც ყოველთვის საქმეზე რომ იდგება, ყველა თავს იკავებს, მცირედი შემოწირულობები, მცირედი დახმარებები, ძალიან მიზერული, რომელიც ფაქტურად არც საქმეს ადგება და არავის. ამის იმედზე ნამდვილად არ ვიქნებით. სათნოების სახლის დამფუძნებელი გულის ტკივილით საუბრობს, რომ ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანები უმწეუებს რატომღაც ყურადღებას არ აქცევენ. აქ არიან მოხუცები ისეთი, რომლებიც თანამდებობის პირები იყვნენ, შენი ყოფილი პედაგოგები და ექიმები არიან და აი ამ ხალხს ხალხზე ვისრა დაემართება, ეს არავინ არ იცის და საჭიროა გადახედონ ამ მოხუცებს, მიხედონ მათკენ, დაინახონ ეს მათი მომავალი, მათი ხვალინდელი დღეა. ღმერთის წყალობით მე არავის ურჩევ ამათ პირობებში ყოფნას და არსებობას ღმერთმა დაიფარეს უყოლა, მაგრამ ის რა ელოდება ეს არ იციან. სტუმრებმა და მასპინძლებმა სტალინის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. დღის ბოლოს კი ატენის სიონში გაემგზავრნენ.